ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა პეკინში დღეს დაიწყო რუსი დიქტატორისთვის სამარცხვინო უარით. ვლადიმირ პუტინმა 2022 წლიდან მეხუთეცსა და სი ძინპინის დარწმუნება, რომ საბოლოოდ დაეთანხმოს ახალ გაზსადენზე ციმბირის ძალა 2. და ამის გამო რუსულმა გაზპრომმა კიდევ ერთხელ შეამცირა ჩინელებისთვის გაზის ფასი. მაგრამ პეკინში გადაწყვიტეს, რომ ეს საკმარისი არ არის, ეს დამცირება ჯერ კიდევ ცოტაა. ამიტომ კიდევ ერთხელ უარი უთხრეს პუტინს და მოითხოვეს, რომ რუსულ გაზზე ფასი მინიმუმ 5 ჯერ შეემცირებინათ. და ამბობენ, მაშინ ვიფიქრებთ, გვჭირდება თუ არა გაზსადენი ციმბირის ძალა 2. ამ ფონზე ძალიან საჩვენებელია, რომ ირკუტსკის ოლქის ცხოვრებლებმა ვიდეო მიმართვა ჩაწერეს ჩინეთის ლიდერისადმი, სადაც სთხოვენ სი ძინპინს, რომ მათთვის სკოლა ააშენოს. და ამბობენ, რომ ამის საანსოდ ეს რუსები მზად არიან დაიწყონ ჩინური ენის სწავლა. ამბობენ, გთხოვთ სი აგვიშენეთ მაინც რაიმე ხის სკოლა. მიმართან ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე სი ძინპინის წინადადებით დააფინანსოს ჩვენი სკოლის მშენებლობა ეთნოკულტურული მრავალფეროვნებისა და ჩინეთთან კულტურული კავშირების აქტიური განვითარების ფარგლებში. ისევე, როგორც ჩვენ ქვეყანა აფინანსებს სკოლებს ტაჯიკეთში. ჩვენ მზადვართ დავიწყოთ ჩინური ენის სწავლა, რადგან მიგვაჩნია, რომ ის ჩვენთვის ნამდვილად ძალიან საჭიროა. და ჩინეთთან კულტურული კავშირების აქტიური განვითარება ჩვენთვის განვითარების ერთადერთი შესაძლო გზაა. მაშასე, ვლადიმირ პუტინის ვიზიტი პეკინში ოფიციალურად დაიწყო. კრემლში დაანონსეს 40 სხვადასხვა დოკუმენტის ხელმოწერა, მაგრამ მთავარი დოკუმენტი კვლავ ხელმოუწერელი დარჩა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2022 წლიდან მეხუთედ ცდილობდა დაერწმუნებინა სი ძინპინი, რომ საბოლოოდ დაეთანხმებინა ახალი გაზსადენი ციმბირის ძალა 2. გაზის პროექტი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა პირველად 2015 წელს შესთავაზა და რომლის მშენებლობის დაწყებასაც 2 წლის წინ გეგმავდნენ. აი ეს კვლავ შევიდა პუტინის დღის წესრიგში. ამისთვის პუტინმა ჩინეთში თან წაიყვანა როსნეფტის და გაზპრომის ხელმძღვანელები იგორ სეჩინი და ალექსეი მილერი, ასევე 5 ვიცე-პრემიერი და 8 მინისტრი. ყველა მათგანი სხვადასხვა მხრიდან უნდა ეპირფერებოდნენ ჩინელებს და ეხვეწათ. ვთხოვთ, დაეთანხმეთ ამ გაზსადენს. ციმბირის ძალა 2. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ყოველ წელს, როცა ვლადიმირ პუტინი პეკინში მიფრინავს, დაუბანელ რუსებს უყვებიან, რომ პროექტი უკვე შეთანხმებული. ბოლო წლის ვიზიტის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ გაზსადენი ციმბირის ძალა 2 წლიური 50 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გამტარუნარიანობით შეთანხმებულია. ხელმოწერილია იურიდიულად სავალდებულო მემორანდუმი, ხოლო ჩინეთში გაზის მიწოდება მალე წლიურად 100 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. თუმცა საბოლოოდ ჩინეთის მხარემ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას საჯაროდ არ დაადასტურა. გავიდა 1 წელი და არაფერი შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები 10 წელზე მეტია გრძელდება, 10 წლის შემდეგაც კი ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა ვერ მიაღწიეს მთავარ შეთანხმებას გაზის ფასზე. ასევე შეუთანხმებელი დარჩა პროექტის საინვესტიციო პირობები და გაზის მიწოდების დაწყების თარიღი. ადრე ჩინეთი ითხოვდა, რომ გაზის ფასი რუსეთის შიდა ბაზრის დონემდე დაეციათ, დაახლოებით $50 1000 კუბურ მეტრზე, რაც თითქმის 10 ჯერ ნაკლებია ევროპულ ფასებთან შედარებით. და ჩინეთი პირდაპირ ამბობს, მოусმინეთ, ან მოგხვიდეთ გაზი ძალიან იაფად, ან ბოდიში წადით თქვენი გაზით, რადგან მაინც ვერავის მიყიდით. აბა, რას იბუქებთ იქ? აბა, ვის მიყიდით ამ გაზს? ან მოვხვიდეთ ჩვენ, მაგრამ ძალიან იაფად. ან მორჩა, აიკრიფეთ და წადით. უკვე 10 წელზე მეტია პუტინი ცდილობს დაარწმუნოს სი ძინპინი ამ პროექტში. და აი წელს პუტინს ძალიან უნდოდა ახლო აღმოსავლეთში ომის თემა გამოეყენებინა. ირანის გარშემო კრიზისმა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდების 20% შეაფერხა. მაგრამ რუსეთისთვის პრობლემა ისაა, რომ ახალი გაზსადენი ციმბირის ძალა 2 სასიცოცხლოს სჭირდება სწორედ რუსულ გაზპრომს, რომელმაც ევროპული გაზის ბაზარი დაკარგა. და ყურადღება საზღვარგარეთ ყიდის მინიმალურ მოცულობებს 1980-იან წლების ბოლოდან. მინიმალური მოცულობები. დაფიქრდით, თითქმის ბოლო 50 წლის განმავლობაში. ჩინეთს ეს მილი, რა თქმა უნდა, ასევე სჭირდება, მაგრამ საერთოდ არ არის კრიტიკული, რადგან ისინი მზად არიან დაელოდონ. და აი დღევანდელი მთავარი ამბავი. პეკინმა კიდევ ერთხელ უარი უთხრა ვლადიმირ პუტინს გაზსადენის ციმბირის ძალა 2 საშენებაზე, უკვე მე-11 2015 წლიდან. იტყობინებიან, რომ გაზპრომმა დამატებითი ფასდაკლება შესთავაზა თავის გაზზე. თუმცა ჩინურმა მხარემ განაცხადა, რომ კვლავ სურს გაზის შეძენა რუსეთის შიდა ბაზრის დონის შესაბამის ფასად. აი სწორედ აქ არის პრობლემა და ამავე დროს ჩინეთის ეშმაკობა. რუსეთის შიგნით გაზის ფასი ძალიან დაბალია. ის ძლიერ სუბსიდირებულია და შეადგენს დაახლოებით $50 1000 კუბურ მეტრზე.
ეს დაახლოებით 12 ჯერ ნაკლებია, ხაზგასმით ვამბობ, ვიდრე მიმდინარე ევროპული ფასები. 5 ჯერ ნაკლებია იმ ფასზე, რომელსაც ჩინეთი ახლა იხდის. ამჟამად ჩინეთი იხდის $258 1000 კუბურ მეტრზე. და პუტინი ამბობს, მშვენიერია, ეხლა კიდევ 1 მილს გაგიშვებთ, კიდევ ვიყიდეთო. ჩინეთი პასუხობს, არა, $50 მოგციდო. და ჩინეთი ამბობს, მე არ მაინტერესებს, გაყიდეთ. მოგყიდეთ გაზი თქვენთვის ზარალზე $50. ან საერთოდ არ გაყიდოთ. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩინეთი სწრაფად ავითარებს განახლებად ენერგეტიკას და აქვს დიდი მარაგი ქვანახშირის. ამ ორ ძირითად ენერგორესურსის ცხაროს ჩინეთს უნდა ყოფნიდეს ეკონომიკის მომარაგების რეგულირებისთვის, რომლის ზრდაც მაინც თანდათან ნელდება. ეს კი ნიშნავს, რომ მომავალში მას შესაძლოა აღარ დასჭირდეს რუსული გაზი ასეთ რაოდენობაში. ამიტომაც პეკინი არ სურს ახალი გაზსადენის გრძელვადიან კონტრაქტებზე ხელმოწერა. ან ისინი მზად არიან იყიდონ ეს გაზი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ძალიან იაფი იქნება, რომ შემდეგ შეძლო მისი გადაყიდვა. სასაცილოა, რომ რუსები ახლა ასე დარბიან ინფორმაციით, თითქოს გარღვევა ნამდვილად მოხდა. ნუ ამბობთ, რომ ყველაფერი დაკარგულია. არა, გარღვევა არის. კიდევ ერთი უარის ფონზე ვლადიმირ პუტინს ჩინეთში რუსულმა მედიამ დაიწყო გახსენება, რომ მოისმიეთ, მარტში ამ წლის. რა გახდა ცნობილი? პეკინმა ჩართო ციტატა მოსამზადებელი სამუშაოები რუსეთ-ჩინეთის გაზსადენის ცენტრალური მარშრუტისთვის მიმდინარე 5 წლედის გეგმაში 2030 წლამდე. თუმცა პირდაპირ სიბირის ძალა 2 დოკუმენტში საერთოდ არ არის ნახსენები. მეორე მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ პუტინის ეს ვიზიტი ჩინეთში მაინც გარკვეულ შედეგებს მოჰყვა. რუსეთი ახლა ჩინეთის მეშვეობით იმპორტირებს 90-ზე მეტ ტექნოლოგიას, რომელთა მიწოდებაც მას დასავლური სანქციებით აკრძალული აქვს. მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 80% იყო. მეორე მხრივ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა თითქმის 7%-ით შემცირდა და ვლადიმირ პუტინი ჩქაროს მიიღოს გარანტია, რომ ჩინეთის ინტერესი რუსეთის მიმართ არ გამქრალა და ეს ვარდნა არ გაგრძელდება. რაც კიდევ მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ სრულად გავიგოთ პუტინის პოლიტიკის მარცხი, თუნდაც ოდესმე ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინს სიბირის ძალა 2-ზე შედახმება გამოუვიდეთ, მაშინაც კი. ამ გაზსადენის აშენების შემდეგ, მისი სრული სიმძლავრით ამუშავების შემდეგ, ასევე არსებული გაზის მიწოდებების გათვალისწინებით, რუსეთი შეძლებს ექსპორტზე გაიტანოს ჩინეთში. თავის წარმოდგენილ ბრწყინვალე მომავალში დაახლოებით 100 მილიარდი კუბური მეტრი გაზი წელიწადში. ეს არის მაქსიმუმი ფასების გაუთავისწინებლად. და ეს ერთი წამით წარმოიდგინეთ დაახლოებით 2/3-ია იმ რაოდენობისა, რასაც რუსეთი ოდესღაც ევროპაში ყიდდა მანამდე, სანამ პუტინი სულ მასშტაბიან ომს დაიწყებდა უკრაინის წინააღმდეგ. და ეს რო არ თქვათ იმაზე, რომ ჩინეთში მიწოდების ფასები ბევრად დაბალია, ვიდრე ისინი იყო ევროპულ ბაზარზე, ჩინეთი ითხოვს 12 ჯერ უფრო დაბალ ფასს. და აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მე თქვენთვის წარმოვადგინე არა არარეალური, არამედ მხოლოდ ჰიპოთეტური სცენარი. ეს იმ შემთხვევაში, თუ ოდესმე პუტინი მაინც შეძლებს შეთანხმებას სი ძინპინთან გაზსადენ სილა 2-ზე. ამ ეტაპზე ეს გაზსადენი არ არსებობს და როგორც ჩანს უახლოეს მომავალში არც იქნება. აი ასეთი პუტინის პოლიტიკა, აი ასე ვლადიმირ პუტინმა ყველას აჯობა. აქ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ მოწონების დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ დონატის მეშვეობით, ბულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.